დავიწყეთ მეორე ბრძოლაც. ნახოთ რა შემოგთავაზებენ მებრძოლები პირველივე წუთებიდან იქნება თუ არა სისწრაფე თუ პირიქით დაზვერვას ეცდებიან ერთმანეთისას. როგორც ხედავ და ისეც ყოველთვის უფრო ჭკვიანურია რომ დაზვერვით გაზომით დაიწყო. აი ხა და საინტერესო ზუსტად ეს მომენტი არის ჭიდაობის მომენტი. თუმცა კარგად აქვს ანდერჰუკი ამოყრილი აქ შეიძლება დაიცავს, მაგრამ ალიევმა უკვე ჰაერში აიყვანა და თეიქდაუნი ნაწილობრივ თეიქდაუნი და აქ საით კონტროლშია უკვე. ბრავო. თუმცა დაიბრუნა ლევანმა გარდი. აჰა, გარჩი გადაიყვანა თავისი აპონენტი. ძალიან შთამბეჭდავი იყო კი. ძალიან უცბად ხარტად მოახერხა. ჩანაფიქრი რომ მოესპო თავისი ოპონენტის. მიწაზე თვითონვე აღმოჩნდა დომინანტურ პოზიციაში. როდესაც ლევანმა შეწყვიტა კეიჯის მიმართულებით მოძრაობა გვერდზე და როგორც კი დაინახა რომ უძრავად იდგა მეტოქე არ დააყოვნა და დაბლ ლეგ ტეიქდაუნზე შევიდა იდეალურად. თავის კუთხეში არის, სადაც ბატონი დავით გირია აშკარად აძლევს მითითებებს კომფორტულად უტევს გარდა სამკუთხედს ცდილობს აქ რაღაც დააფიქსირა ფეხი. ალიევი ძალიან საშიშ პოზიციაშია, მაგრამ გონით შეძლებს თავის დაცვას. თუ მოახერხებს მოტრიალებას ხოდა. ხელს ეცებძვის ახლა დარასელია. იმიტომ რომ ალიევს უნდა ხელის დაჭერა და გონი მოახერხებს არბარზე გადადის. აღარ არის ისეთ საშიშ. ცდილობს არბარზე გადავიდეს. თუ კონტროლი კარგად აქვს ხელზე შეიძლება არბარზე გადაატრიალოს ლევანი. მეწვალობს ალიევი. ძალიან კარგად იცავს აქ თავს. კი ნამდვილად. აწובה მთელ თავის წონას სივრცეს არ აძლევს და არ ამით ალიევი უფრო იხარ. აი ეხა გაიხსნა თითქოს ალიევი. მცირე დარტყმებით მიაყენა ლევანმა ისარგებლა მომენტით. შეიძლება აწიოს კიდეც თუ ხელი არ გაუშვა. არა, ეგ არისკო არის ძალიან შეიძლება ცუდად დასრულდეს ეგ აწევის მომენტი. ძალიან ჭკვიანურად იცავს თავს, თან მთელ თავის წონას აწובה ალიევს და თან მიკრო დარტყმებსაც აყენებს. სუმახსენდება მაგ მომენტზე ჯონ ჯოუნსის შოუგანის დაპირისპირებაში ჯონ ჯოუნსმა რომ ფაქტიურად უკვე გადატეხილი ხელით აწია შოუგანი. ძალიან სარისკო არის მოკლედ მოძრაობა. მთელი ენერგია მიგდის აწევაში ფაქტიურად. ცდილობს რომ გაჭიმოს ალიევმა, მაგრამ კი, კარგად არქმევს თავს დარასელია დაცვაში და გამოძვრა კიდევაც. არაფერი არ გამოვიდა და აქედან ეთყობოდა. საით კონტროლშია. დემ ფაუნდს აკეთებს დარასელია და მე მგონი ალიევი უკვე საკმაოდ დაღლილი უნდა იყოს. კი, ქვემოდან არ არის მარტივი, თან ფეხებით იბრძოლო პოზიციებში და თან ხელით მეტოქის ხელს ჭიმავდე. პირველ რაუნდს მოკლედ აშკარად დაღლილი. დარასელიას მიაქ პირველი რაუნდი. აშკარად დაღლილი წავა კუთხეში ალიევი. ჯერ კიდე 2 წუთი არის თან პირველ რაუნდში. საკმარისე მეტია რომ დარასელია მიმუშაოს. მუშაობს კიდევაც. აქ შეუძლია მიაყენოს დარტყმები. ვაუ, შვენიერი ხდება გაკეთა. სვიპი გაუკეთა კი და საბოლოოდ ტოპ პაუნდში მოექცა. ტოპ პოზიცია კი. თუ გაითავისუფლა კისერი აქ მიაყენებს ძალიან დიდ დარტყმებს. ალიევი სწორედ ასეც იქცევა, მაგრამ ფულგარდში გადასული არის. ფულ მაუნტში ბოდიში რა ფულ მაუნტში გადასულია ალიევი. მაგრამ ხო, შეუძლია რაუნდი ძალიან დიდი დრო აქვს, 1 წუთი ძალიან დიდი დრო აქვს, თავარი პოზიცია შეინარჩუნოს, მაგრამ ვსა. გამოვიდა. ძალიან ლამაზად გამოვიდა დარასელია. გოლზე ჩავიდა პირდაპირ ალიევი. ხო, ვერ ახერხებს ალიევი რომ გააჩეროს დარასელია მიწაზე, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია დარასელიასთვის. როგორც ჩანს, ნამუშევარი აქვს გრაუნდ გეიმი მიწაზე მუშაობა. როგორც ჩანს, ალიევის მიზანი არის მეტოქი ჩაიყვანოს დაბლა, თუმცა ნახეთ ალიევი და დარასელია დაბლა. ალიევი იყო როგორც ტოპ პოზიციაში, ასევე გარდიდან საბმიშენებით დაემუქრა, თუმცა ვერც ერთ მომენტში რეალური საფრთხე ვერ მიმართა დარასელიასკენ. კი, ტეიქდაუნებს ასრულებს უბრალოდ ვერ აჩერებს ის. რაც კარგი არის. თუმცა მეორე მხრივ ვერც დარასელი აჩერებს ალიევის ტეიქდაუნებს. ეგეც არის ზუსტად. რომელი ჯობი? კარი საკითხავ. თუმცა კონტროლის დრო ეწერება, რა თქმა უნდა, რაუნდისთვის ეს ძალიან ტეიქდაუნებიც ითვლება. ტეიქდაუნიც დიდი პოზიტივია. რაუნდის პირველი ნახევარი აშკარად დარასელიასკენ იყო. 50-50-ია ეს რაუნდი. ჯერჯერობით ეგრე მეორე რაუნდი სრულიად გადაიბარა და რაუნდს საერთოდ ზურგზე ამთავრებინებს დარასელიას ალიევი.
კი ბატონო. საინტერესო პირველი რაუნდი იყო. ვფიქრობ ძალიან თანაბარი იყო მეტაკლები. თუ მაინც და მაინც მაყურებლის აზრით მგონია რომ გაიყოფა პირველი რაუნდი. ნამდვილად. აი როგორც ხედავთ ალიევი ბევრად დახლილი არის ვიდრე დარასელია. იმიტომ რომ ცდილობდა submissions, ბევრი ენერგია დაეხარჯებოდა. ხელის გაჭიმვას ძალიან დიდი რესურსი და ენერგია ჭირდება. ლევანიც არ მგონია ხა მარტივი იყოს მაგ საბმიშენები და გამოძრაობა, უბრალოდ ზევიდან რადგან იყო ყველა ეგეთ მიწაზე მუშაობის დროს. შედარებით შეძლო ენერგიის დაზოგვა. ნახოთ რა არჩევები მიცეს გიორგი კუთხეებმა, რა შეცვლიან, რა მიდგომებს შემოიტანენ ახალს, რომ უკეთ გაუმკლავდნენ გამოწვევებს დარასელიას შემთხვევაში ეს ტეიქდაუნები როგორ დაიცვან შეიძლება იქ ბევრი მოძრაობის იმპლემენტაცია და ალიევის შემთხვევაში არ ვიცი. ზუსტად რა უნდა დაამატოს. სტრაიკინგში არ ყვება აშკარად. ურჩევნია ქვევით ჩაიყვანოს. დარასელიას ვიცით რაც ურჩევნია ტექნიკური ან პირველი რაუნდის მიხედვით დარასელიამ ერთ-ერთი ტეიქდაუნი ვერ გაუჩერა ალიევს. შესაბამისად ფეხზე მან მაქსიმუმი უნდა ცადოს, აი ზუსტად ამას ვიძახი, რადგან როდესაც მოინდომებს ალიევი პირველი რაუნდის მიხედვით მაინც აქცევს. ამიტომ ფეხზე თავის მაქსიმუმი უნდა გვაჩვენოს და არ უნდა შეეშინოს მისი ტეიქდაუნის. გვაჩვენებს კიდევაც და აღსანიშნავი ისიც არის გიორგი, რომ რაც უფრო დრო გადის და დაღლილობა მატულობს ალიევისთვის ეს ტეიქდაუნებიც უფრო რთულდება. შენელდება და უფრო მეტად წაკითხვადი იქნება, რა თქმა უნდა. ეთქობა კიდევაც უკვე ხო, ისეთი ეფექტური ჯერჯერობით პირველი დაცვაც გვაჩვენა. კი, სრული დაცვა, სტაფი გააკეთა დარასელია. ვერ ანუ აუსკია ჩაათრია მიწაზე. რადგან გარდიდან აქვს უფრო თავისი შეტევითი ჭიდაობის იმედი. მაგრამ ხო, მე ვერ ვხედავ მაგის პერსპექტივებს. თუმცა აქ ტოპ მაუნტში არის დარასელია და აქედან არაფერი გამოვიდა და ალიევს. კი, შეუძლია თავისუფლად ადგეს. აქ შეუძლია ჩართოს ფეხები, ძლიერი დარტყმები მიაყენოს. კი, ლოუ კიკები ვნახეთ და საკმაოდ მწარე ჩანდა. კიკბოქსიერისგან მოსალოდნელად მწარე ჩანდა. ძალიან შენელებულია ალიევი. ზუსტად ეს ლოუ კიკებიც ძალიან ეფექტური არის მოჭიდავეების წინააღმდეგ რაღაც ძალას, აი ამ ტეიქდაუნზე შესვლის ძალას. ორიანი კომბინაცია. კარგად ამუშავებს დარასელია. ყველა განზომილებაში MMA-ში არის საკმაოდ კარგი არის. ლოუ კიკები მომატებულია, ჯებიც შვენიერი. კარგად მუშაობს დარასელია. მოძრაობაზე ეთყობა რამდენი დიდი განსხვავებაა. რამ სუბუქად მოძრაობს დარასელია და როგორ უჭირს გადაადგილება, უკვე როგორ მძიმედ გადაადგილდება ალიევი. ამიტომაც ორი ტეიქდაუნის ზედ უკვე პრობლემოდ დაიცვა. მეორე რაუნდი ცალსახა არის. დარასელია სრულიად დომინირებს უკვე ალიევზე, ტეიქდაუნებს თავისუფლად ბლოკავს, ზევიდან კარგად მუშაობს, მიწაზეც კარგად მუშაობს მომენტში. კი, შეიძლება ფინიშიც ვიხილოთ. თუ გაითავისუფლა თავი და გადავიდა გრაუნდენ ფამუძე, არ არის გამორიცხული. მეორე რაუნდში დაასრულოს, დრო საკმარისზე მეტია. ალიევს აშკარად ეთყობა, რომ არ აქვს არანაირი ძალა. დარასელია უნდა გაცდეს ახლა ალიევის მარჯვენა ფეხს გადააბიჯოს და ტოპ პოზიციიდან უკვე თლიანი წონა და ძალა გადაიტანოს დარტყმებზე. თუ ადაზიადრი გამარჯვება უნდა. მაგრამ დაიბრუნა გარდი. ფ-გარდი. ნახოთ ეცდება თუ არა და რამე საბმიშენი შეთავაზოს ალიევმა დარასელიას. მაგრამ ჭკვიანურად მიყავს გალიისკენ ხა ლევანს. ამცირებს შანსებს მოძრაობისას. გალიასთან მიმწვდება ნამდვილად უპირატესობას მისცემს დარასელიას.
კარგად დაუჭირა ხელი ესე. კარგად აკონტროლებს დარასელია. შემდეგ სრულყოფილი MMA-ის მებრძოლივით ნამდვილად ატარებს ჩაერიოს რეფერი აქ თუ რამე პოზიციური გაუმჯობესება არ იყო და ისე ადგომას ცდილობს ხალიევი. აცდის რეფერი, იმიტომ რომ მუშაობენ ფაქტია. აი ხელის მყივნეული დაიჭირა. კიმორა დაიჭირა ალიევმა. კიმურას ნახოთამდე გამოუვა და ძალიან ცუდად უნდა დაუფიქსიროს აქ ალიევმა და ყველაფერი შესაძლებელია. აი სწორ ამას ვიძახდი, ხა უნდა მოხაროს. მოახრევინოს ხელი რამენაირად. ძალიან კარგად აქვს დაჭიმული. წნეხი უნდა გადაიტანოს მხარზე და არა იდაყოს. აქედან კარგად უჭიროს, მაგრამ ხელს გაუჭირდება ვერ ადგენს. შეიძლება მოახერხოს დაღლილობას თუ გავითვალისწინეთ ალიევის. ხო, აქედან აღარაფერი აღარ გამოვა, ეს არის კიმურა გრიფინი, რომელიც წნეხს საერთოდ არ აკეთებდა მხარზე და კიმურას საბმიშენი სწორედ მაშინ მდგომარეობს, რომ მხარზე უნდა გააკეთო წნეხი. მეორე რაუნდი, აი ბოლო მომენტი თუ არ ჩავთვალეთ ალიევის ეს კიმურას ცდელობა, სრულიად დომინირებდა ჩვენი ლევან დარასელია. მეორე რაუნდი აშკარად უფრო ჭკვიანურად წაიყვანა ლევანმა. მიხვდა რომ მეორე რაუნდში იღლებოდა, უფრო დაღლილი გამოვიდა და მეტი შანსი ჰქონდა. ტეიქდაუნები დაიცვა ძალიან ძლიერი და ბასრი შეტევების განახორციელა. რამდენიმე ჯებზე დავინახეთ ალიევს კისერიც გადაუვარდა უკან. სახეს ეთყობა ალიევი გატეხილი მებრძოლი გამოიყურება უბრალოდ ასე. კი, სტრაიკინგში ცალსახა იყო ისე თავიდანვე, რომ ლევანი ბევრად უფრო წარმატებული იქნებოდა ვიდრე მისი ოპონენტი და ვნახეთ კიდევაც ეს მესამე რაუნდში მგონი უფრო დომინანტური მესამე რაუნდი უფრო დომინანტური იქნება ლევანისთვის და იმედია ფინიშსაც ვნახავთ. როგორი შემართებით არის? კი, რა თქმა უნდა, ისიც დაიღალა, თუმცა ხასიათი და ბრძოლის უნარიანობა მას უფრო აქვს. ეთყობა რომელიმე ბრძოლია გამარჯვებისთვის მოსული და ვის უფრო მეტად წყურია გამარჯვება. რაც თავარია ორივე მებრძოლისთვის მით უფრო ლევანისთვის კარგი გამოწვევა იყო, სრულყოფილი MMA-ის მატჩი ვნახეთ, ჯერჯერობით რაც ვნახეთ, ჭიდაობაც ვნახეთ. სტრაიკინგში დიდი ვერაფერი როგორც გითხარით შეთავაზა ალიევმა და ვნახოთ მესამე რაუნდში თუ მოახერხებს ფინიშის მოპოვებას. მესამე რაუნდში შეახეს ხელთათმანები ერთმანეთს და ბოლო გადამწყვეტი რაუნდი, რომელიც ორივეს მოსაგებია. გარანტირებული ამ ბრძოლაში არც ერთ მებრძოლს არ აქვს არაფერი. ვფიქრობ ალიევს უფრო ეგეთი საჩქარო მომენტი ალიევისთვის უფრო არის, იმიტომ რომ პირველი და მეორე რაუნდი მე ვფიქრობ ასე რომ ლევანმა წამოიღო და გაცვლები. ხო, მესამე რაუნდში ფინიში. უძლიერესი ლოუ-კიკებით გახსნეს ბიჭებმა მესამე რაუნდი და ფაქტია რომ ალიევს ფეხზე ეთყობა ზიანი უკვე. შეუწითლა მარჯვენა ფეხი და მარცხენა დგომს იცვლის და ორივე ფეხში ძლიერი დარტყმები ხდება. კი, ფეხი შიგნიდან გარედან ძალიან კარგად მუშაობს. ახლო დისტანციაზე არ უნდა გაერთოს ლევანი, რადგან შეიძლება მეტოქის გეგმა იყოს, რომ ახლო დისტანციიდან დისტანციის ჩახურვა უფრო მარტივია, სწორედ ამას ვიძახდი. კლინჩი შევიდა, მაგრამ ეფექტური დაღლილობიდან გამომდინარე არ იყო. შეამცირა ისევ. კაპი გადმოუვარდა ალიევს, დარასელიას გადმოუვარდა კაპი. ყველა ლოუ-კიკს გრძნობს ალიევი, არ აქვს პასუხი. ლევანის არც ერთი არ დაუბლოკავს ალიევს ნამდვილად. ინსაიდ კიკები ყველანაირი კიკები მიიღო თავის წინა ფეხს. ძალიან სწრაფი კომბინაცია, თუმცა მიზანს ვერც ერთი დარტყმა ვერ მიაღწია. უბრალოდ ტანში გავიდა. ალიევმა შეთავაზა ერთი კომბინაცია. თუმცა ბოლო დარტყმა მაინც ლევანმა გააყოლა ამ გაცვლებიდან. კი ბატონო, დაახვედრა. ცენტრი კვლავ უჭირავს ლევანს. თუ უკან მიდის კონტრდარტყმაზე ცდილობს დაიჭიროს მეტოქე. დაიჭირა კიდევაც წესით მარცხენა ჰუკი იყო, თუ არ ვწდები ლევანისგან, რომელიც ძალიან ძიმედ იგრძნო ალიევმა, ასკარად შეაბარბაცა კიდეც იმ კონკრეტულ მომენტში. ვფიქრობ, რომ ეს low kick-ები არის build-up-ი, რომ head kick-ზე წავიდეთ იმედია. სწორად ვფიქრობ. დარასელიას მხრიდან შეიძლება ეგ ვიფიქროთ, ხოლო ალიევის მხრიდან შეიძლება დისტანციის ჩახურვა და ისევ ტეიქდაუნი იყოს გეგმა. ალიევისთვის ეგ უნდა იყოს. სტრაიკინგში არ აქვს. ამას უშვებს და უშვებს დარტყმებს. აგროვებს ყულაბაში დარასელია მიკრო და ძლიერ დარტყმებს.
იტანს ალიევი low kick-ებს გასაკვირად. ძალიან ბევრი low kick-ი იყო სხვათა შორის. მასიურად გამოიყურება მეორე და ლევანი მესამე რაუნდში. 61 კილოგრამისთვის. ნამდვილად. დაიწყო ბრძოლა ფინიშისთვის ჩემი აზრით ნადირობს უკვე დარასელია. ორი უძლიერესი მარცხენა ჰუკი გაუტარა ზედიზე. დამშვიდდა ცოტა. ხო, არ არის საჭირო, როცა მოგაქვს ბრძოლა ჩემი აზრით. მაშინ აღარ არის. უნდა შეამცირო რისკი და მომატო პრაგმატულობას. აბსოლუტურად. 2 წუთი დარჩა ბრძოლის დასრულებამდე. განზეც კარგად იმუშავა ლევანმა. დაამუშავა თავისი ოპონენტი. ყველა განზომილება გვანახა რომ სპინინგ ბექიკიც ადა, თუმცა პოზიციაც დაკარგა, მიზანსაც ვერ მიაღწია. ესეთი დაღლილობის ეს ნაკლებად ეფექტური არის. switch kick-ი ლევანისგან. და უპასუხავენ ტანში, რომელმაც მიზანს მიაღწია სპინინგ ბექიკმა. ძალიან კაი იყო. აი, უკვე მგონი კუთხეც ეუბნება რა ფინიშზე წავიდეს, ხალხიც ამ ორ ბრძოლაში უწოდებს. თუ რომელიმე ფინიში შეუძლია, ეს მხოლოდ და მხოლოდ მგონი ფეხის ფინიშს ვიხილოთ გიორგი ისე წაბორძიგდა ალიევი. ლეგ კიკის შემდეგ. აი, ძალიან შენელებული ტეიქდაუნის სტელობა, რომელიც მარტივად დაიცვა ლევანმა. ბატონო კლინჩი მუხლები ურჩევნია ახლა ცოტა მოიშორა. დაშვენება უნდა ალიევს, მაგრამ არა ცდის დარასელია. შვენივრად და იცავს ბლოკაეს და აკონტროლებს ამ სიტუაციებს. ძლიერესი ლოუ ძალიან inside low kick ძალიან ძლიერი. ერთი switch kick ტანში. თუმცა აქ ძალიან დიდ ენერგიებს ხარავს, ანუ ეს დარტყმები მას ფინიშს ვერ მოუტანს. კარგად აიცილა და დაახვედრა ლევანმა. ხელით გაცვლებში საერთოდ უდიდესი უპირატესობა აი ხო გითხარი low kick-ი შეიძლება დააფინიშოს თავისუფლად. გონი ერთი low kick-ი აფიქრა ალიევი ფეხებზე და უტევს კი თავზე. ჭკვიანური პრაგმატული შეტევები განახორციელა ლევანი. ანუ ესეთ კიკის ცელობა ნელი იყო ძალიან. კлау სპინინგ ბექიკი ერთი low kick-ი გასაცილებლად მგონი მოუხდება ალიევს. შვენიერი ბრძოლა. ტენდენბეგი შეგვიძლია უწოდოთ ამ ბრძოლის დასასრულს. კი, ძალიან მაგარი ბრძოლა გვანახეს. ყველა განზომილება ვნახეთ, MMA-ის ჭიდაობაც ვნახეთ, ფინიშების ცდილობაც ვნახეთ და ვფიქრობ, მგონი მარტივი გადაწყვეტილება იქნება მსაჯებისთვის. ლევან დარასელიას სასიკეთოდ. სწორედ ლევანის ჰაილაიტებს გვაჩვენებენ. ვიხილეთ ნოკდაუნი, ვიხილეთ მიწაზე გაცვლები, ვიხილეთ დგომში გაცვლები და ძალიან მცირე მონაკვეთებში იყო მხოლოდ გამარჯვებული ალიევი. გარდა 1-2 ტეიქდაუნისა წარმატებულის, რომელიც კონტროლში ვეღარ გააფრთხილა განავრცობოდიში, დიდი არაფერი არ გვინახავს და ხო, ლევანმა გონი წარმატებით დაასრულა ეს ბრძოლა და კიდე ერთი გამარჯვება დაიმატა თავის რეკორდში. Ladies and gentlemen, after 3 rounds we go to the judges' scorecards for decision. The judges score this contest for the winner by unanimous decision. Levan Daraselia! ლევანის მეორე გამარჯვება კარიერაში. როგორც დასაწყისში აღნიშნეთ, პუბლიკის ფართო ნაწილი უჭერს ფარს და მის საგულშემატკივრად არიან მოსულები. და არაჩვეულებრივად წარმოაჩინე შენი სკილები, როგორი კმაყოფილი ხარ შენი პერფორმანსით? რა ვიცი, მე ჩემი ბრძოლით არასდროს არ ვარ ხოლმე კმაყოფილი. რაც უნდა ჩავატარო, როგორც არ უნდა გავიმარჯო, მე პირადად ჩემი ბრძოლით არასდროს კმაყოფილი არ ვარ. თქვენ მოგანდობთ ამ ბრძოლის შეფასება ჩემს მწვრთნელებს, ჩემს გულშემატკივრებს. ძალიან დიდი მადლობა.
პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ჩემს გუნდს, გირიას აკადემიას, შემცვლელებს, დავით გირიას, ლაშა მაყაშვილს, ჩემს ოჯახს, რომლებიც ყოველთვის ჩემს გვერდში არიან. რავი, იმედია, მოგეწონა ჩემი ბრძოლა და კიდევ ერთხელ მიხილავთ ამ ოქტაგონზე. მინდა რომ ასევე ჩემი პირველი სადებიუტო ბრძოლის გადაწყვეტილების უკმაყოფილო ვარ და მინდა რომ ეს შედეგი ამოვასწორო და მინდა რომ რა ვიცი. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ამ ორგანიზაციას და ამ ორგანიზაციის დაფუძნებელს ბატონ კაბულაშვილს. დიდი მადლობა. ხარით. როგორც ხდები, რემატჩი გინდა, ხოლმე? თუ სხვა შედეგებია ალბათ. რატომაც არა? ვარ ჩემი ბრძოლის უკმაყოფილო, ჩემი ბრძოლის გადაწყვეტილების უკმაყოფილო ვარ და რავი, მინდა რომ ეს შედეგი გამოვასწორო, რა თქმა უნდა. ჩემი გულშემატკივრებს, რავი, ჩემი გულშემატკივრებისთვის და ჩემი ახლო ადამიანებისთვის. კარგი, დიდი მადლობა. მივულოცოთ გამარჯვება. ცოტნე სულთანიშვილთან სრულს რემატჩი. როგორც ჩანს, იგი არ იზიარებდა მსაჯების გადაწყვეტილებას ამ ბრძოლაში. სამახსოვრო ფოტოს გადაიღებენ მაინბრძოლი და მწვრთნელები.